ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად განვითარებული და უსაფრთხო სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. ინფორმაციის ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და ნატოს სამი კავშირე ოფისი ატარებენ ღონისძიებებს ერთი კვირის განმავლობაში. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ ქართული ინსტიტუტი და ჩვენი უნივერსიტეტის მომავალ დიპლომატთა კლუბმა გადავწყვიტეთ გამოსულიყავ სხვადასხვა რეგიონებში ბავშვებს ვიდრე გავაცნოთ თუ რას ნიშნავს ნატო, რა ურთიერთობა აქვს დღეს ნატოს და საქართველოს და რა მითები არსებობს ნატოს შესახებ საქართველოში. იმ სკოლებში სადაც უკვე ჩვენ ჩავატარეთ პრეზენტაცია ტრეინინგისავით, ამ სკოლების მოსწავლეები გააკეთებენ პატარა გუნდებს, რომლებიც ითამაშებენ რასადროდის, სადაც იქნება კითხვები დასმული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უმეტესად და გამარჯვებულები საჩუქრებიან სხვადასხვა სიგელებითა და პრიზებით. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ნატოს კვირეული. ჩვენმა ორგანიზაციამ აირჩია ხარაგაული და 3 დღის განმავლობაში ხარაგაულის სკოლებში ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს ნატოსთან დაკავშირებით, საუბრობთ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და იმ მითებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში ნატოსთან დაკავშირებით. ვცდილობთ გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ის თუ რას ნიშნავს ზოგადად ნატო და ნატოსთან დაახლოება და ძალიან საინტერესო დისკუსიებსაც უსმენთ სკოლის მოსწავლეებისგან. მე აზრით ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, იმიტომ რომ ეხებოდა ზოგადად ძალიან აქტუალურ თემას ნატოს, რომელიც დღესდღეობით ძალიან ხშირად გვესმის ბავშვებს და შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულება და ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია და თავისთავად ჩვენმა თაობამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ ტვინისკენ მიისწრაფის ჩვენი ქვეყანა.